საშობაო საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში სამების ტაძრის კამერულმა გუნდმა რუსთაველის თეატრში სოლო კონცერტი გამართა. შესრულდა ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. გუნდმა საკუთარ და მოწვეულ სოლისტებთან ერთად შეასრულა იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, ზვიად ბოლქვაძის, ვახტანგ კახიძის, ჯონ დაიქსის, ენიო მორიკონესა და სხვათა მუსიკა. ჩვენ შევეცადეთ, რომ საშობაო კონცერტი გაგვემართა და ყველა საშობაო საგალობელში იმასთან ერთად რომ არის სიხარული ღმერთის მოსვლისა და სინაზე, იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა ბავშვად, პატარა ბავშვია და მას უმღერით და ვადიდებთ. ამასთან ერთად მუდამ არის ძალიან დიდი ტკივილი. ქართველი მსმენელის აუცილებლად, იმიტომ რომ ამას ზუსტად და ძალიან ემოციურად იღებს და გებულობს. არ ვიცი ადამიანი, ვისაც მათი გამოცემული ბგერა გულზე არ მიედება მალამოდ, რაღაც განსაკუთრებულ ემოციებს არ გამოიწვევს. მე ვარ უბედნიერესი, რომ მომეცა შესაძლებლობა და მადლობა ამისთვის ვიმოს, რომ მათთან ერთად სცენაზე მდგარიყავი ამ არაჩვეულებრივ დარბაზში. არაჩვეულებრივი რეპერტუარი იყო, მრავალფეროვანი.